ვინ იყო ჰარი ჰალერი და რატო თვლიდა თავს მგლად? ტრაქტატი არის მხოლოდ შეშლილთათვის. მაშინ ხან მგელი ეჩხუბება ჰარის და ხან ჰარი მგელს. და სულ არის ეს გაორებულობა, სულ არის გარკვეული რეპლიკა. როცა ერთმა დიდმა უბედურებამ ჩაიარა, მაგრამ გზაში არის მეორე. რა კატასტროფასაც ის ხედავდა, თქვათ, მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან ის კატასტროფა მოვიდა. შენში არსებულ პერსონაჟებს უნდა შეეგუო. მარტობა სინამდვილეში ცივილიზაციური მონაპოვარი. ეს აქედან უნდა ვუთხრათ, რომ ძალიან კარგადაც გავიგეთ რას, რატომ წერს და აკეთებს. დამცინავიც და ბრძნულიც, ბავშვურიც და საშინლად და არქაული. აქ მარკეტინგული ნიჭიც გამოჩნდა ჰერმან ჰესეს. მისი სერიოზულობით ის არის კომიკური. რატომ არის ადამიანი სევდიანი არსება? ცხოვრება ძალიანად სერიოზულად არ უნდა ვუყუროთ. ეს არის დაგვიბარა ამ წიგნით. ტრამალის მგელი გრძნობს, რომ ომი არ დამთავრებულა.